გაუმარჯოს მეორედ. რამდენი ხანია მეორედ არ მოვსულ ვარ. საღამოს რომელი საათია 5 საკლიათ 5. საწოლი ავალაგე ეხლა. დიდად არ გადავყევი. რომ ისე უნდა დავაწვინო. რაღაც დროს საწოლის ალაგება იყო, მაგრამ მაინც. მოდი ხა იქ დაგსვავთ თქვენ ორი წამით. ცოტა ისეთი კაი ამინდი არის. მიცა, აქ ეჯობია. ხო და ჭამა ეხლა 2000 ჯერ ჩაისვარა. ხო და ეხლა გადავწყვიტე რომ ჩავაცვა და გავიყვანო გარეთ ცოტა ხანი. მთელი დღის მანძილზე აი ესე გდია ტიტველა ოთახში რომ ცხელა და მეწოდება ძალიან. ეხლა შარვალს ჩავიცნობთ, თხელ შარვალს და ზემოდან გადავაცნევ იმას. გავიყვან გარეთ. ჭიპზე დავაკარი ბინტი და ოდნავ პატარათი რომ ძალიან არ ეტკინოს კანზე ისა სკოჩი კი არა ქალო რა სკოჩი. თემუზე გამოვიწერე სანდავიკები. ისიც კი მაქვს სამედიცინო თეთრი წებოვანი როა, მაგრამ ეგ ძალიან ეკრობა და ამის კანისთვის ძალიან შემეცოდა და ეს თემუსის ძალიან მაკრობელები არ არის. აი ძალიან ლაითია რა და ეგ დავაკარი, იმიტომ რომ ანუ პამპერს რო ვაცმევ და იმუცელს რო ხრის, აი რო რაღაცა ამ ახალ მოძრობილ და მოშუშებულ ჭიპზე ეს უხეშად ედება რა, როგორც არ უნდა ჩაუკეცო, როგორც არ და პატარათი ქონა ოდნავ გაღიზიანებული რა ის ახალი მომძვრალი ჭიპი და სუფთად კარგად აქ დაუმუშავე ყველაფერი, მაგრამ ვეცადე რომ ეს ზეწოლა და უხეში ხახუნი არ იყოს და 1-2 დღე ესე ძალიან ლაითად მარტო ბინტი არც არაფერი არ და მაზები და ისინი და ბეტადინები არაფერი, უბრალოდ ცოტა დაბლიდან დავაკარი რომ აი ესე რომ მოძრაობს რა ფეხებს რომ იმეშვება ეს ზემოთასტის ეს პამპერსის ის ყელი მიუხედავად იმისა რომ გადაკეცილი მაქვს კარგად. ხო და უხეშად რო არ მოედოს ბინტი დავკეცე რამდენიმე პირი და დაუდე რომ შეხება არ ჰქონდეს ძალიან. ასე რომ ჩავაცვეთ ეს პატარა გძირმკლავიანი. ხო გავიდეთ გარეთ, გაბრიელ, გავდრეთ გარეთ. წამა დედას მზე არ არის, თვალები არ გეტკინება და გავიდეთ გარეთ. ნაჭამია, ეხა იძინებდა, მაგრამ რა საქმეც აქვს, ის გააკეთა ამას, რაც ევალება, გაავსო პამპერსი და გავაღვიძე და გამოუცვალე. მე ჩემია გამეღვიძებინა, ვიდრე მე ისა დაწოდა ძალიან და ეგრევე ეწევთ ამ ბიჭებზე სუეგია ხოლმე. როგორც არ უნდა მოუარო, როგორც არ უნდა ბანო. ეხლა რომ დაიძინებს და გაიღვიძებს, მერე დაიბანს გაუში შვილო, როგორ ჩაგაცვე? საპნით, გემრიელად. ან цаრილა წყლით. აბა ჩამოვიწვიეთ ესა? აჰა. всё. აბა წამოდი ისეთი. ეხლა ჩემ თხელ იმაში გადავახვე და გავიყვან გარეთ. წამოდი შევოთკბილო. ხუთსაც დავაფარეთ. ბევრი ქუდებ გამოუწერე, მაგრამ აი ეს რომელიღაცა ტანსაცმელის არის. ძალიან მაგარი არის. თხელია რა. ოღონდ ვაფარებ უკუღმა. მოდი დედას პრინცი. დედას პრინცი ვინ არის? წამოცხოვრება. აი მე ჩემი პატარა. მიუხედავად იმისა, რომ სოსტა გვაქვს და ალაგ-ალაგ იდებს, ეხლა რომ წავალ თბილისში, შეიძლება ხვა როდის ხუთშაბათს მივდივარ. ხვალ ზეგ. აუცილებლად უნდა უყიდო ჩიკოს სოსკა, მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ღირს მე მგონი 45 თუ რაღაცა ლარიღი და არ მახსოვს. ნუ 30-დან ეგე 45-მდე ზუსტად არ მახსოვს რომელი ღირი და ეგ ძვირი. ხო და ისე. ეგ უნდა უყიდო, იმიტომ რომ მაგას მაგრა იდებდნენ ისინი და ამაზე ცოტა წვალობს. უნდა რომ ჩაიდოს, მაგრამ წვალობს. ამიტომ მე და გაბრიელი ვიყიდით ჩიკოს სოსკას. ისუ სილიკონია. და თან კარგ აჯდება ეს წათლილი აქ რაღაცნაირად ჩემო ცხოვრება რა გიყო. რა თახარ დედას გული. აბა
აბა გადავახვიოთ ბავშვი და წავედით. ესე და ჰოპას. ესე იმიტომ ვახვევთ რომ ეხა ბაბოც რო დაიჭერს ადგილად იჭერს ხოლმე. ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიხარულო და ჩემო ანგელოზო. რაო დიდესი, რაც მიკული. შენ რო ჩემი გული ხარ იცი? ჩემი სიცოცხლე. წამოდი ავიღოთ პირისა. ეს აქნატო გვიგდია. აჰა. ოთახი დავტოვეთ დალაგებული და ეხლა ჩვენ გავიპაროთ გარეთ. ეს დაგვჭირდება. ეს თემუზე რო გამოვიწერე გახსოვთ? იდეალურად ხმარობ. ესეც ესე. წავედით. ჩავაქროთ შუქი. გავისეირნოთ. ჩემო გულო. შევჭამ. ბაბამ დააძინა. რადგან ეხა ვერ გავხდი და ესე მოდა რაც აცვია მარტო ისა დავაფარე რა ქვია რო შევკერე იმას პაპა ეგა ხო აღარ მახსოვს დამცხა ამასობაში საჭმელი შევჭამე სანამ ბაბოს ეჭირა ხელში ჯერ ამას ვაჭამე მე შევჭამე მე მივირთვი ხო და ამიტომ ხა მაიას და შორინას ნებართვით თუ ნებართოთ 1-2 უნდა დავიქნიო ფარშევანგის კუდი ამასობაში მოსაღამოვდა და ერთ სულ მაგ დაღამდეს რომ დავიძინო მაგრამ რომელსაც დავიძინებ არ ვიცი წუხელაშა და ნინო იყვნენ წასვლები დაბადების დღეზე ხო და რომელი საათი იყო 11-ისკე თუ რაღაცა რო გაბრიელი რო დავაძინე და ლაშას მივწრო დაურეკე არ მოდიხარ 11 ხა ლაშა რო გასულია ხოლმე რაღაცა დიდად რო ვურეკავდე რო ან როდის მოხვალ და რაღაცა რო ვიცი სადაც არის და ისედაც იცის რომ უნდა მოვიდეს რაღაცა რომ მეორე დღეს სამუშაოდ დაისვენოს არც იმის დარდი რო არა გაქვს რომ ვაიმე ხა რო გორბოვა და ვაიმე ხა საწავა ან არ ურეკავ ხოლმე რა სადღაცას რო ვიცი რო არის არასოდეს თუ რამე არ მინდა არ დავურეკავ არ ვეტყვი ან მოდიხარ ან მოდი არ რაღაცა ნინო რო ყავდა წაყნილი მაგ შემთხვევაში ურეკავ ხოლმე რომ მეთქი ხო არ მოდიხართ რომ აი ხო ვიცი ხა მამასთან ერთად არის მაგრამ ვერ ვიძინებ ხოლმე რომ რომელიმე რო არის გარეთ ხო და კაი მეთქი მე დავიძინებ მეთქი მაშინ სადღაც 11-ისთვის მივწერე და 2 იყო დაწყებული თუ რაღაცა რომ მოვიდნენ და მეც ვიჭექი აი გაბრიელი მეჭირა ხელში ხანაშიო და ხანჩა ეს იყო გამოცროლა უნდა და ხარ რაღაცა და ისე დაიძინეს რომ მე ისე მეყვი მაგრამ თლიანობაში კაკი ბავშვი არ არის ჭირვეული და რაღაც ეხა სიტყვაზე თუ ძილი მაკლი აგე წავალ 15 წუთი ხარ სანამ მეც დავიძინებ და ეგ არის მოკლედ სანამ ნანი აქ ამყავდა დაბლა საჭმელი არ მეხება და ეზოკარი არ მეხება და ასე შემდეგ ტერიტორია პლოშატკა და რა ვიცი ესეთი რა პლოშატკის ქვეშ ის მაგი და რაღაცეებს წრიალი გაუდის იქავრობას მანამდე შემიძლია ცოტა ანუ რეჟიმში ჩავდგე იმ ხრივ რომ ესეც გაიზრდება მანამდე მისაღებ ოთახსაც გავაკეთებთ ხო და რაღაცა რეჟიმში ჩავდგები ზემოთ ქვემოთ სასიარულოდ მით უმეტეს სწავლა რო დაიწყება და მარტო მე და გაბრიელი რო ვიქნებით ხოლმე სახლში ხო და მაგ შემთხვევისთვის წამოიზრდება ალბათ სანამ ნანი წავალილოში და რეჟიმში ჩავდგებით რა მე ისიც მაქვს მანეჟი მაჩუკეს ჩემი მეზობლის ანუშკის იმან მაჩუკა რა ქვია ბიძაშვილმა ხო და იმ შემთხვევაში თუ ცოტა ხანი დაბლამენდომებად ჩასვლა რაღაცა მეცოდინება რომ არ საიდან გადმოვარდება არ სად არაფერი ჩავსვავ და ის რაღაცა წამიერად იქნება ხოლმე იქ მასე იყვნენ ხოლმე ისიც მეზობლისგან მქონდა ნათხოვარი მანეჟი და ნინოზე და ისინი სკოლაში იყვნენ ხოლმე და რაღაცა ელემენტარული დაბლა რო გინდოდა ჩასვლა და გეშინოდა ან სადმე არ მივიდეს მიხოხდეს სადმე არ გადმოვიდეს 2 წამით ჩავსვავდი ხოლმე გავიქცეოდი მოვიდოდი არც ტირო და არც არაფერი
და ძალიან უყვარდა ხოლმე ენკი-ბენკის სიმღერები და ეხა მე მგონი იგივე სიმღერები გადის იმ ენკი-ბენკის და გავიხსენებ ახალგაზრდობას ვეც. ძალიან უყვარდათ ხოლმე ენკი-ბენკის და ბასტიუს სიმღერები, ასე რომ თუმცა არა ვარ მომხრე დიდად ტელევიზორის პატარა ასაკში მიჩერების არც ტელეფონის და მივხედავთ მით უმეტეს იმიტომ რომ რაც ახლა აუტიზმი მომრავლდა თანდაყოლილი და შეძენილი და პირველი ტერი არის ტელეფონები და ეგეთი რაღაცეები და ტელევიზორები და ყველაფერი მინიმალურად ექნება წვდომა გაბრიელსაც როგორც კი ოდნავ წამოიზრდება როგორც ნინო თამაშობდა ხოლმე ქონდა ხის სათამაშოები, ხის რაღაცა კარტები, ცხოველების რაღაცები, რომელიც ყველაფერი დავარიგე, ისევ ახალიდან დავიწყებ შეძენას და გაბრიელთან ერთად გავირთვები ხოლმე მეც. საქმე იქნება ქვეყანა, მაგრამ მოიცდი, საიდარდი. ერთი მაგას შევეგუე, მაგაზე არ ვინერვიულებ საერთოდ. ერთადერთი ვიცოდი, რომ საჭმელი მექნება გაკეთებული, რომ სხვები მშივრები არ მყავდეს თორე. სად როდის რას გამოვკვი ძირითადად ხო რო ვაძინებდი საღამოს, რომელიც 9-დან 10-მდე ვაძინებდი ხოლმე და სადღაც 12-მდე ვრჩებოდი საქმეებს. ისევ იგივე რეჟიმში ჩავდგები და საერთოდ არ შემიშლის ხელს ბავშვი, ასე რომ ვიჩვენია ხოლმე ის დრო გაბრიელთან გავატარო, როცა ეღვიძება ვიდრე რაღაცა მივაჩეჩო და მე ვიბოდიალო საქმეზე. ჩემთვისაც კარგი იქნება. იმიტომ რომ ეს პერიოდი არ დაბრუნდება და რა ვიცი არ მინდა რომ გამეპაროს გაბრიელთან ურთიერთობის არც ერთი წამი. ლაპარაკს რო დაიწყებს, ვაიმე და წარმოიდგინე მე რომ გაიზრდება აი ნინოს ასაკის რო გახდება რაღაცა და რომ შეიძლება რომ YouTube-ში ნახოს ის თუ როგორ ველოდებოდით, როგორ გავიგეთ მას და სქესი და ასე შემდეგ. მოკეთ ახლა სანამ ვიდეოს დავამთავრებდით, რამდენიმე დღის წინანდელ ვიდეოზე სადაც ერთ-ერთი ფრაზა ვთქვი, რომ მამა გაბრიელის გაბრიელი თქო. მოვიდა ესეთი შეკითხვა, რომ არ ვიცი შეიძლება გამორჩა მე და თუ შეიძლება რომ რატო გაბრიელი, ანუ რატო ქვია გაბრიელი და რა ის აქვს ორი სიტყვით რო გითხრათ. დიდად არ გავწელავ, იმიტომ რომ ძირითადმა ნაწილმა იცით ამის შესახებ, მაგრამ როდესაც ესეთი კითხვა ისმევა ხოლმე, არც ერთ ჩემს მაყურებელს არ დავტოვებ უყურადღებოდ და მინდა რომ ორი სიტყვით გითხრათ ამის შესახებ. თუმცა მინდა ვიდეო გავაკეთო მაგასთან დაკავშირებით. უბრალოდ არ ვიცი, თვითონ ამ საიტს, საიდანაც საკუთარი YouTube არხიდან ვიდეოები გადმოვწერო, აქვს რაღაცა ხარვეზი და ვერ ვიწერ, ამიტომ თან ეგარი საიტი, საიდანაც კარგად იწერს ხარისხიანად რა და ველოდები გამოსწორდეს, რომ მაგის შესახებ დავდო ვიდეო. ხო და მანამდე კი გიპასუხებთ მოკლედ. ანუ საერთოდ ზოგადად აგიამხელები არიან და ზუსტად ვიცოდი, რომ მე სამი შვილი ყავდა და სამი შვილი მეყოლებოდა ბოლომდე. მაგრამ აი ეს რაღაცა ექსპრომტად ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ანუ წავალთ ნოემბერში ცეკვიდან მოკლედ ვიტყვი, არ იმას ვიზავ, ცეკვიდან წავალთ ცხეთაში, ნინოს ჯგუფი წავიდა ცხეთაში და კონცერტის შემდეგ ხოლმე სალომე და ლევანის მოსწავლეებს აქვს ტრადიციად, რომ უნდა გავიაროთ სვეტიცხოველში, არ უნდა გავიაროთ დედათა მონასტერში, სადაც მამა გაბრიელია დაბრძანებული. ხო და მოხდა ისე, რომ გავიარეთ დედათა მონასტერში. და იქ რო ნინო მიმყავდა, ჯერ ნინო მიუშვი მამა გაბრიელის საფლავთან და სანამ ნინო დაიჩუქა და ადგა მე საფლავთან თქვი ესეთი რაღაც რა და ზოგადად ახლა ჩამატებას გავაკეთებ, რომ ვიცი, რომ მე როდესაც დავიბადე მამა გაბრიელი ცოცხალი იყო და არსებობდა, რაღაცნაირი სხვა დამოკიდებულება და სხვა რაღაცა ვერ ავხსნი და ისეთი ემოცია მაქვს ამ წმინდანის მიმართ. და სულ ვუსმენ ხოლმე, რომ დალაგების პროცესში სულ ვუსმენ მამა გაბრიელის ისტორიებს ხოლმე, ვისაც შეხება ქონია მასთან და რა და როგორ და რანაირად ცხოვრობდა და მოკლედ როგორი ადამიანი იყო. ძალიან მიყვარდა ამის მოსმენა და რაღაცნაირად აი რაღაცა ძალიან ახლობლურად ვიყავი მის აი რაღაცნაირად ვიყავ ვერ აღწერ რა. ხო და ნინო რომ მივიდა საფლავთან და სანამ დაიჩოქა და გამოვიდა, ესეთი რამე ვთქვი, რომ
აი სრულიად ექსპრომტად, აი საერთოდ არც აი ხალხნოს საერთოდ არანაირ გააზრება არ მქონია, რომ ან რამეს ვაპირებდი, ან რაღაცა. ესეთი რაღაცა თქვი, მამა გაბრიელი, მეოთხე შვილს დავარქმევ გაბრიელს თქო. არ მითქვია, რომ თუ იქნება ბიჭი, ეგ ფრაზა არ მითქვია, მე ვთქვი, რომ მამა გაბრიელი, მეოთხე შვილს უნდა დავარქვათ გაბრიელი. ოღონდ ეს ჩემი გაბრიელი მუცლად ყოფნის პერიოდში თუ შემდეგ აბარებს შეენებო, ან არ შემხვდეს მე ვირუსი, რაღაცა 1000 რაღაცეები იყო და ეს ორსულობაში სულ მეშინოდა ხოლმე ეგეთი რაღაცეები, სხვას რო ვიგებდი რომ ორსულად იყო, ძალიან მეშინოდა ხოლმე, რომ ცხრა თვე ისე მიიყვანე ღმერთო, რომ არაფერი ისეთი არ შეხვდეს. და ესეთი ფრაზა ვთქვი, რომ ოღონდ ყველანაირად გაბარებს შეენთქო. გამოვტრიალდით და წამოველით. არაფერი ისეთი და სადღაც 2 კვირაში გავიგე რომ ვიყავი ფეხმძიმე. აი იმ წამიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ის იყო ბიჭი. მიუხედავად იმისა, რომ ეხოსკოპიამ ორჯერ მითხრა გოგო, არ ვიცი თქვენთვის ნათქვამი თუ არა, ორჯერ მითხრა გოგო, მე-12 კვირაზე და მე-15 კვირაზე მითხრა გოგო, არც კი გამიჟღერებია ხალხნოს სახლში, იმდენად ვეუბნეოდი, რომ არა, ეს უნდა ბიჭი იყოს. თუმცა აქვე ჩავამატებ, რომ ვინმე ცუდად არ გაიგოს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის სქესს. გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, ანუ ვის რომ ვაიმე გოგო არ მინდოდა, არა, უბრალოდ მე გაბრიელი უნდა დამერქმინა და ეს ბიჭი უნდა ყოფილიყო აუცილებლად. ხო და მე გახსოვთ ალბათ მე-19 კვირაზე რო ვიყავი ეხოსკოპიაზე, უკვე ის ისტორია ალბათ გახსოვთ ეგ ამბავი, ვიდეოც მიდევს სქესის გაგების, რა და როგორ გავაკეთეთ, თქვენთან ერთად გავიგემეც და ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. და მე-19 კვირაზე მითხრა, რომ 100%-იანი ბიჭიაო. და ამიტომ ყველა ვარიანტში გაბრიელი უნდა ყოფილიყო. ეგ კი არა, ორში ხო ილიაობა იყო 2 აგვისტოს და ეხლა ჩვენ უკვე ივლისის ბოლოდან ველოდებოდით პატარას და ლაშა მეკითხებოდა, რომ აი ორში რო დაიბადოს, რას ვარქმევთ? გაბრიელს. არ არსებული, არ შეიძლება გაბრიელია. ხო და ასე იყო გაბრიელის ისტორია. ჩაფიქრებიდან დაბადებამდე ვიცოდი, რომ გაბრიელი უნდა ყოფილიყო და ასე დაიბადა მამა გაბრიელის გაბრიელი. აი აქ, აი ეს პაწაწინა ხატი არის გაბრიელის. და უკან მამა პაისი. და ეგეთი მასეთი ხატი. ხო, ეს ხატი სხვათა შორის, ეხლა რომ მე ხატი ვიყიდე თამოსგან, აი პარკში მიდის ჯერ რომ არ დაიმტვერო სანამ რემონტს მოვჩებით, რომ მე სულ ყველა ხატს ერთად დავკიდებ გარეთ, ხო და ეგ ხატი რო ისავქენი გამომიგზავნა ახლა და რო ვიყიდე თამო ბურდული, ასე შეგიძლიათ Facebook-სეც და TikTok-სეც მოიძიოთ და იყიდოთ თქვენც თუ გინდათ ძალიან მაგარი გოგოა, საკუთარი ხელით შექმნილი ხატები აქვს. ხო და ეს პარკები ეს გაბრიელს ეძინა და აღარ ჩავედავდა და აქ დავალაგე რომ მე გადავყრი მეთქი და კიდე არ გადავყარი. რა გულმა მიგწნო, ჩავიხედე და საჩუქრად იყო ეს პატარა ხატი გამოგზავნილი მამა გაბრიელის და მამა პაისის. ხო და დაუყიდე კალიას კაცი, აკე მამა გაბრიელის ხატი, უკიდე ხა გაბრიელი. საკუთარი წმინდანის ხატი. აი ასე იყო ეს ყველაფერი. აი ასე. და აი იმედია რომ იმ საიტებს მალე მოეხსნება ის რაღაცა რავი განახლებები აქვს თუ რაღაცა რომ შევძლო ჩვეულებრივ ვიდეოების გაკეთება ისი როგორც მინდა ვიდეოს სახით, მოგონების სახით გაბრიელს, რომ პირველ რიგში გაბრიელსაც დარჩება თავის შესახებ ინფორმაცია. წავედი ხა და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.